მოგესალმებით, მე ვარ ნინო ჩირჩირი და წარმოგიდგენთ ნეოტივისა და საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთობლივ გადაცემას სახელწოდებით ფაქტი. ჩვენ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ იმ რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით მომძალავდა რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში. დღესაც ბუნებრივია შევახებით საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს, რა ნარატივები ვრცელდება რუსული მედიიდან და რუსეთის პროპაგანდა ძირითადად რა ტექნიკებს იყენებს უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საკმაოდ საინტერესო ექსპერტთან ერთად შემოგიერთებით სტუდიაში, მანამდე ვნახოთ იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რა ნარატივები ვრცელდება, რუსული მედია რა ინფორმაციებს ავრცელებს, როგორ აყალბებს ამბებს და სტუმართან ერთად დავბრუნდებით სტუდიაში და მიმოვიხილავთ ისევ ფაქტების ხილებით, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე და რა მიზანი აქვს რუსულ პროპაგანდას. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განახლების შემდეგ მოსკოვისთვის ინფორმაციული ოპერაციები არაპროვოცირებული ომის გამართლების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. კრემლი სამხედრო აგრესიის დაწყებიდანვე ცდილობდა საინფორმაციო უპირატესობა მოეპოვებინა და დეზინფორმაციული და ყალბი ნარატივებით უკრაინის დემორალიზება მოეხდინა. რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში ჩაბმულია როგორც ტრადიციული, ისე ონლაინ მედია. ასევე ტროლები და ბოტები, რომლებიც სოციალურ ქსელებში რიგითი ადამიანების სახით პოზიციონირებენ და ანტიუკრაინულ პროპაგანდას ავრცელებენ. ომის თავდაპირველ ეტაპზე მოსკოვის მხრიდან სატელევიზიო და ბეჭდური მედიების საშუალებით ყველაზე აქტიური კრემლის, რომელშიც ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები საუბრობდნენ, რომ რუსული მხარე მათ ჰუმანურად ეპყრობოდა. უკრაინული არმიის ბრუტალურობის ხაზგასაცნელად კი რუსულმა პროპაგანდამ თავად რუსული მხარის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებში მარიუპოლზე, ბუჩასა და კრამატორსკზე უკრაინული მხარე დაადანაშაულა. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში მუდმივად მიმდინარეობდა ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებაში კოლექტიური დასავლეთის, ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ნატოს დადანაშაულება. მათი თქმით, დასავლეთს უკრაინის ხელით რუსეთის განადგურება სურდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში კიდევ ერთხელ გააქტიურდა დეზინფორმაციული გზავნილები უკრაინასა და საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიებთან დაკავშირებითაც, რომელთა მიხედვითაც თითქოს ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ამერიკელების საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ. მაშასა დავბრუნდით სტუმართან ერთად სტუდიაში, ვსაუბრობთ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, კონკრეტულად რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ნიკა მამულაძე არის ჩვენი დღევანდელი სტუდიის სტუმარი. ნიკა, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დავიწყოთ, მოდი ხო, პირველ რიგში მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ გრასი საქართველოს რეფორმების ასოციაცია თანამშრომლობს Facebook-თან და ვიდრე გადავალთ უშუალოდ ჩვენი საუბრის თემაზე, მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს კონკრეტულად რას გულისხმობს ეს თქვენი თანამშრომლობა და რა შედეგები გვაქვს ამ დროისთვის. დიახ, ფაქტმეტრი გახლავთ საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტი და ჩვენ ვართ როგორც ფაქტების გადაუწყებელი საერთაშორისო ქსელის წევრი, ასევე თანამშრომლობთ, სწორად აღნიშნეთ, თანამშრომლობთ უკვე მესამე წელია Facebook-თან ამ მიმართულებით. Facebook-ის ფაქტების გადაუწყების პროგრამა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გქონდეს ცნობა კონკრეტულ აპლიკაციასთან, რომლის მეშვეობითაც ვნიშნავთ დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს ყალბ-ამბად, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე და ჩვენს მიერ მონიშნული პოსტები განსხვავდება ვიზუალურად სხვა პოსტებისგან. მას აქვს ესეთი მკაფიო წარწერა, რომ აღნიშნული პოსტი შეიცავს ყალბ ამბავს, ყალბ ინფორმაციას და მას ასევე აქვს მიმაგრებული ჩვენი შესაბამისი სტატია, სადაც არის ახსნილი თუ რატომ არის ესა თუ ის პოსტი ყალბ ინფორმაციის შემცველი და ამგვარად Facebook-ი აწვდის მის მომხმარებლებს ინფორმაციას, სწორ ინფორმაციას. მას შემდეგ რაც ჩვენ პოსტებს ვნიშნავთ, Facebook-ი მათ გავრცელებას ზღუდავს და ეს იმას ნიშნავს, რომ newsfeed-ზე უფრო ნაკლები სიხშირით ხვდება მომხმარებელს. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენი გუნდი მუშაობს არა მხოლოდ საქართველოში, ჩვენ ასევე უკვე ერთი წელია რაც ვფარავთ რუსეთს, ასევე უკრაინას და ბელარუსს და მუშაობთ ასევე რუსულენოვანი გუნდი მუშაობს ჩვენი სპეციალური ამმართულებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ძირითადად ვამოწმებით უკრაინის კონტექსტში, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის კონტექსტში გავრცელებულ დეზინფორმაციებს, უბრალოდ ინფორმაციის სიზუსტეს და ამ პერიოდში ფაქტმეტრმა გამოაქვეყნა დაახლოებით 800 სტატია და 5000-ზე მეტი Facebook და Instagram პოსტი მოინიშნა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია.
აქ შედის როგორც ინდივიდუალური ანგარიშების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები, ასევე ისეთი გვერდების, როგორც არის მაგალითად რუსეთის სახელმწიფო არხი, ნოვოსტი პროპაგანდა სპეციალური Facebook გვერდი აქვს მათ, ასევე Russia Today და ისეთი ფიგურები, როგორც არის მაგალითად მარია ზახაროვა, ყველასთვის ცნობილი და ასევე მარგარიტა სიმონიანი, მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები ჩვენს მიერ იქნა მონიშნული და უფრო ნაკლები გავრცელება ჰქონდა შესაბამისად როგორც Facebook-ზე, ისე Instagram-ზე. რას წერენ ძირითადად ისინი და რა დეზინფორმაციული ნარატივები, რა პროპაგანდისტული ნარატივები იკვეთება მათი პოსტებიდან. ძირითადად ისინი რაზე არიან აქცენტირებულები? კი, რაც შეეხება უშუალოდ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას უკრაინის საწინააღმდეგოს. აქ ორი ძირითადი მიზანი აქვს პროპაგანდას. ერთი, რომ ისინი არწმუნებენ მოსახლეობას, რომ იცით რა ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ომი ვერ ავირიდეთ თავიდან. ისინი ამბობენ, რომ უკრაინაში მათი თქმით სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რაც რა თქმა უნდა არ არის სიმართლე, ეს არის სრულმასშტაბიანი აგრესია, აუცილებელი გახდა და მეორე მიზანი მათ რაც აქვთ, ეს არის მოსახლეობის იმაში დარწმუნება, რომ რაც არ უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რაც არ უნდა მაგრადიუმონ უკრაინელებმა და რაც არ უნდა სანქციები დაუწესონ რუსეთს, საბოლოო ჯამში მაინც რუსეთი გაიმარჯვებს და ამ ომში ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაამარცხებენ რუსეთს. ეს არის ორი ძირითადი გზავნილი, რაც აქვთ დეზინფორმატორებს. ასევე შეგვიძლია დავაჯგუფოთ ნარატივები, ეს გზავნილები კატეგორიებად. პირველი კატეგორია შეიძლება დავარქოთ, ეს სტრატეგიული ნარატივები. აქ იგულისხმება ყველა ის ძირითადი საბაზისო გზავნილი, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში რეგულარულად ავრცელებენ ისინი და რასაც ეფუძნება მთლიანად ეს ომი. მაგალითად ის, რომ უკრაინა სჭირდება დენაციფიკაცია, რომ მას სჭირდება დემილიტარიზაცია, რომ უკრაინელები არიან დამონებულები დასავლეთის მიერ და მათ სჭირდებათ ხსნა კრემლის მიერ და მეორე ჯგუფში შეგვიძლია გავაერთიანოთ ეგრეთ წოდებული ოპერატიულ-ტაქტიკური, შეიძლება ასე ითქვას, ნარატივები და ეს გზავნილები აღმოცენდება იმის მიხედვით, თუ რა ხდება რეალურ გარემოში. ეხმარება ამერიკა და დასავლეთი უკრაინა შეიარაღებით, მაშინ შეიარაღების შესახებ ვავრცელებთ დეზინფორმაციას. აი ბოლოს რაც ვნახე მაგალითად ესეთი სასაცილო დეზინფორმაცია ის იყო, რომ რუსეთმა უკრაინაში ამერიკული ტანკი აბრამსი გაანადგურა. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ მართალია გადაწყვეტილება იქნა უკვე მიღებული, რომ მიაწოდონ უკრაინას ტანკები, მაგრამ ჯერ არც კი არის უკრაინის მიწაზე აბრამსი შესული. შესაბამისად ვერც გაანადგურებდა რუსული ჯარი. გერმანიასთან დაკავშირებითაც თუ იყო ძალიან საინტერესო. კი, გერმანიასთან დაკავშირებით ცოტა კი სხვა ჭრილშიც საუბრობენ და გერმანიის შემთხვევაში იხსენებენ მეორე მსოფლიო ომს და გერმანიის როლს ამ კონფლიქტში და ამბობენ, რომ გერმანია მეორედ უშვებს შეცდომას და უკრაინას რომ აწვდის ლეოპარდის ტანკებს, ეს მეორე, ასე ვთქვათ, შეცდომა არის და ამაზე აკეთებენ აქცენტს. ნიკა, იცი რა მაინტერესებს? აი, საუბრობთ, რომ ძირითადად უფრო მეტად გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინაში გამვითარდა ეს პროცესები. თუ შეიცვალა რუსეთის პროპაგანდისტების მხრიდან აი ეს დამოკიდებულებები, შინაარსობრივად განწყობები თუ შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ ბლიცკრიგის თემა გვახსოვს, ხო, რომ ყველა ელოდებოდა, რომ ეს რამდენიმე დღეში დასრულდებოდა რუსეთის გამარჯვებით, მაგრამ თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს პროცესები და არ უჩანს ჯერჯერობით დასასრული. აი, რუსეთის მხრიდან აი ამ დეზინფორმაციის ჭრილში თუ შეიცვალა შინაარსობრივად ეს გზავნილები? შინაარსობრივადაც შეიცვალა, ზუსტად ამას ვამბობ, რომ მათ აქვთ ერთი ტიპის გზავნილი, რომელსაც ყოველთვის იმეორებენ და აი ერთი წინადადებით რო ჩამოაყალიბა ეს გზავნილი არის შემდეგი, რომ 2014 წელს მაიდნის რევოლუციის შემდეგ, რომელსაც რუსეთი წარმოაჩენს როგორც დასავლეთის მიერ სამხედრო გადატრიალებას, იანუკოვიჩის ხელისუფლება მათი აზრით დასავლეთის მიერ ძალისმიერად იქნა შეცვლილი. აი ამის შემდეგ კიევში მოსული ხელისუფლება ისინი ამტკიცებენ, რომ დონბასში 8 წლის განმავლობაში გენოციდს უწყობდა რუსულენოვან მოსახლეობას და ასევე ჰქონდა გეგმები, რომ სამხედრო გზით დაებრუნებინა კონტროლი ყირიმსა და დონბასზე ოკუპირებულ ნაწილზე და სწორედ ამიტომ გახდა იძულებული რუსეთი, რომ დაიწყო ეს ჭყალებში სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს არის ერთი ნარატიული ხაზი, რომ
ჩვენ ვიყავით იძულებულები რომ დაგვეწყო ოპერაცია, იმიტომ რომ ეს ასე გაიძულა დასავლეთმა. მაგრამ აი რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ იცვლება თუ არა მათი გზავნილი. რა თქმა უნდა, იცვლება და იცვლება ის ხედავთ თუ რა ხდება ბრძოლის ვერზე, ასე რომ ვთქვათ. აი მაგალითად 24 თებერვლის შემდეგ მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა ხელახლა უკრაინაში, პირველ დღეებში ჩვენ ვაწყდებოდით ესე დეზინფორმაციებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები არ ომობდნენ, თითქოს ისინი არას თეთრი დროშით ეგებებოდნენ აგრესორებს, იარას ყრიდნენ, ასევე ამ მიმართულებით იყო დეზინფორმაცია ზელენსკის შესახებ, რომ თითქოს მან დატოვა უკრაინა, არა მხოლოდ ზელენსკი, მინისტრებზეც ვრცელდებოდა იგივე ტიპის დეზინფორმაციები, რომ ისინი უკვე აღარ იმყოფებოდნენ უკრაინაში და ამით პროპაგანდა ცდილობდა უკრაინელების დარწმუნებას, რომ არ აქვს აზრი წინააღმდეგობის გაწევას, ყველაფერი უკვე გარკვეულია და მოდით ნუიომებს და დაყარეთ ფარხმად. რა თქმა უნდა, ეს იყო ტყუილი, ჩვენ გვახსოვს ისობილი ვიდეო ზელენსკიმ ჩაწერა პირველ დღეებში მინისტრებთან ერთად კიევის ცენტრიდან, რომ მე აქვარო და რა თქმა უნდა, მის შემდეგ ამ ფაქტის შემდეგ კიდევ ნახეთ ბევრჯერ ბახმუტში ჩავიდა ხო ბოლოს და ხერსონში ზელენსკი. ამის შემდეგ უკვე ჩვენ ხვდებით სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციებს, მაგალითად რუსეთი ცდილობს რომ საკუთარი დანაშაული გადაფაროს ხოლმე, მაგალითად მათ ჩაიგნის მოაწყეს სასაკლაო ბუჩაში, კრამატორსკი, კრემენჩუგი, ისინი ცდილობენ რომ გადაფარონ სხვადასხვა დეზინფორმაციული გზავნით. მაგალითად ბუჩის შემთხვევაში ისინი ამბობდნენ რომ იცით რა ეს სატელიტური სურათები რომელიც გამოქვეყნდა New York Times-მა გამოქვეყნდა, მოგეხსენებათ, ასახავს არა ჩვენს მიერ მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ ეს არის რაღაც დადგმული სცენა, რომ ფეიქია, რომ რომ უკრაინელებმა გააკეთეს და სხვადასხვა ვარიაციები იყო ამ მიმართულებით დეზინფორმაციის. და იგივე ხდებოდა სხვა შემთხვევებშიც. ყოველ შემთხვევაში რუსეთი ცდილობდა ბრალის ან არიდებას, ან გადაბრალებას პირდაპირ უკრაინაზე. არიდებას იმ კონტექსტში, რომ იცით რა ჩვენ ვესროლეთ სამხედრო ობიექტს და იქედან ცეცხლი გადავიდა მიმდებარედ არსებულ რაღაცა სამოქალაქო ობიექტს. ასევე საინტერესო იქნება ასევე შევეხოთ და განვმარტოთ მაყურებელსაც, იმიტომ რომ თვითონ მაყურებელი ჩვენი მოსახლეობას განსაკუთრებით შიდა ქართლის რეგიონში არაერთხელ გამხდარა პროპაგანდის მსხვერპლი, ამის არაერთი ფაქტი გვაქვს და მაყურებელიც ასია თუ ისე უნდა არ უნდა მაინც ექცევა ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ. საინტერესოა აი ამ დროს, როდესაც ასეთი სიმძლავრით რუსული პროპაგანდა ვრცელდებოდა, თუნდაც ზელენსკისთან დაკავშირებით და მინისტრებთან დაკავშირებით, რა ასახვა პოვა თვითონ უკრაინელებზე, თუ გვაქვს ამის რაიმე მაგალითი, თუ უკვე მომზადებულები იყვნენ ეს ადამიანები, რომ მაგალითად როგორ გადაემოწმებინათ ინფორმაცია და ასე შემდეგ. კარგი კითხვა. უკრაინა ამ შემთხვევაში საქართველოსგან განსხვავდება იმით, რომ ის დღესაც არის ჩაბმული რუსეთთან აქტიურ საომარ მოქმედებაში და იცავს თავს. ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან განსხვავებული ვითარება, იმიტომ რომ როდესაც გიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, როდესაც მიმდინარეობს, ალბათ უფრო კრიტიკული ცხარ. მე მქონდა ამასინათ კომუნიკაცია უკრაინელ ექსპერტებთან, დეზინფორმაციის კვლევრებთან და მათი აზრით უკრაინაში აღარ არსებობს რუსული დეზინფორმაცია. რუსული დეზინფორმაცია საკუთრივ უკრაინაში ვერავითარ გავლენას ვეღარ ახდენს. გასაგებია და რაც შეეხება ქართულ ჯგუფებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტები არიან, ასე გამოდიან, იმიტომ რომ მათი ქმედება სხვანაირად არ შეიძლება შეფასდეს. ვინ არიან ეს ჯგუფები ძირითადად? ვინ ავრცელებს, ვინ ახმოვანებს მათ ჩანაფიქრებს და მათ გზავნილებს, ვინ აწვდის ჩვენ მოქალაქეებს? კი, საქართველოშიც სამწუხაროდ ხდებით იდენტურ დეზინფორმაციულ გზავნილებს. ხანდახან ჩვენ ორი გუნდი გვყავს ფაქტმეტრში, ქართულენოვანი და რუსულენოვანი და როდესაც ქართულ ენაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას ვხვდებით, პირველი რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ვეკითხებით ჩვენ რუსულენოვან კოლეგებს, რუსულ დეზინფორმაციაზე რუსეთში მომუშავე კოლეგებს, ხომ არ შეგვხედრიათ იგივე დეზინფორმაცია რუსულ Facebook გვერდებზე და ხშირ შემთხვევაში პასუხი არის, რომ კი, იმიტომ რომ აქ რაც ვრცელდება, თითქმის არის დაკოპირება ხშირ შემთხვევაში იმ დეზინფორმაციის, რაც გავრცელდა პირველ წყაროს მიერ, ქართული ვარიანტი. ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით უფრო აქტუალური გახდა ესეთი გზავნილება, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას და ეს არის ექსკლუზიურად საქართველოში გვხვდებით ამას, რუსეთში არ შეგვიძლია ესეთი რამ.
და აქ შემაშფოთებელი ის არის, რომ გარდა ყველასთვის ცნობილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროებისა, როგორც არის რამდენიმე გაზეთი სპეციალურად არ დავასახელებ ხომ და პოპულარიზაცია. ხო, და არის რამდენიმე ტელევიზია, ეს ბევრმაიძის ამიტომ ვიტყვი თქვენთვისაც ცნობილია სეზონი TV, რომელიც სორსები გორში არის ბაზირებული და ასევე ალტინფო. ისინი არიან მთავარი გამავრცელებლები რუსული დეზინფორმაციის. ისინი ერთი ჯგუფია პრინციპში, ერთი ადამიანები არიან. კი, ერთი ჯგუფია. დიახ, მათი წამოწყებულია ეს ნარატივი, რომ საქართველოს ომში ითრევენ და აბა ვიყოთ ფრთხილად და შემაშფოთებელია ის, რომ უკვე ამ რაღაც მარგინალური ჯგუფებიდან წამოსული ეს გზავნილი პარლამენტის ტრიბუნებზე ყოფმა ხალხმა აიტაცა და როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ ფორმალურად არიან, როგორც თვითონ ამბობენ, გამოყოფილი მართლ პარტიას და ეს სამწუხაროა, რომ ესეც რა ხდება. ჩვენ მოქალაქეებს რომ უთხრათ და ავუხსნათ ის მარტივი გზები, რითიც შეიძლება რომ ყველა შეიძლება არ ქონდეს რაღაცებზე გამოცდილება და როგორ გადაამოწმოს, როგორ ატვირთოს ფოტო და მისი პირველ წყაროი პოზ და ასე შემდეგ. თუ არსებობს მარტივი ხერხები, რაც შეიძლება ურჩიოთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ თუ კი რაღაცაზე ეჭვი დაიბადებათ, ან პირდაპირ არ ირწმუნონ იმ ინფორმაციას, რასაც კითხულობენ, რა გზები არსებობს, როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენ, რომ ეს გატყუებენ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და რომ ავირიდოთ თავი აი ასეთ პროპაგანდის გავლენისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ალბათ ის, რომ ვიყოთ კრიტიკულები, თუ ინტერნეტში ან სადმე სხვაგან წავაწყდებით ისეთ ინფორმაციას, რომელიც სიყვირალა არის და დაუჯერებელია, ის ალბათ უნდა გადავამოწმოთ, სანამ დავიჯერებთ, ხო? ან პირველი ნიშანი, პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ კრიტიკული აზროვნება არის აუცილებელი. და რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ საკითხზე სპეციალიზდებიან ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმებაზე და საქართველოში რამდენიმე ფაქტების გადამოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის ფაქტმეტრი და ჩვენი კოლეგა ორგანიზაცია მითების დეტექტორი და ყოველთვის შეუძლიათ ადამიანებს, რომ ჩვენი Facebook გვერდების მეშვეობით გამოგგზავნონ კითხვები და ჩვენ pro სიღრმისეულად შევისწავლით სხვადასხვა საკითხს და მივეცით მათ ინფორმაციას. როგორც ყველა გადაცემაში აქაც მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე, რაც ეხება კონკრეტულად უკრაინასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ამბებს, მაგალითად ან საქართველოს ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტის ხაზთან დაკავშირებულ ამბებს, რაც გაეჭვებს და რაც თქვენში იწვევს გარკვეულ კითხვის ნიშნებს, აუცილებლად გამოგიგზავნეთ თქვენთვის საინტერესო საკითხები, კითხვები და შესაძლოა დაგვარად ჩვენ მოვიძიებთ გადავამოწმოთ და მოგაწვდით ზუსტ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. ნიკა, ასევე გვინდა ვისაუბროთ ამ გადაცემაში, ვიდრე დავასრულებთ საუბარს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მაგალითად უკრაინაში მიმდინარე პროცესების დასრულებას უკავშირდება. რა იწერება რუსული საინფორმაციო საშუალებების მხრიდან? დასასრულზე რას წერენ ისინი? საინტერესო კითხვაა. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსულ მედიაში დაიწყე საუბარი იმაზე, რომ მას შემდეგ რაც რუსეთს მოუწია ხარკივის ოლქში უკან დახევა, მას შემდეგ რაც რუსეთს მოუწია ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანა და დინარის მეორე მხარეს და გადაჯგუფება და მას შემდეგ რაც მიხვდნენ ისინი, რომ შეუძლებელია იმ პირველადი მიზნების მიღწევა, რაც მათ ჰქონდათ, ცოტა შეცვალეს რიტორიკა. ახლა მოიხსენებათ, რომ დასავლეთი უკრაინას უკვე აწვდის ტანკებს და სხვა მნიშვნელოვან შეიარაღებას და უკვე ცხადია, რომ რუსეთის ძალიან უჭირს კონვენციური გზებით ამ კონფლიქტის დასრულება. ზოგი ამბობს იმასაც, რომ რუსეთი შეიძლება დამარცხდეს კონვენციურ ომში უკრაინასთან, იმიტომ რომ უკრაინას ძალიან დიდი მხარდამჭერა აქვს დასავლეთის მხრიდან. ამიტომ ბოლო პერიოდში, რასაც ვაწყდებით ინფორმაციას, გზავნილებს პროპაგანდისტული წყაროებისგან, ეს არის, რომ ბირთვული შეიარაღება და ბირთვული დაპირისპირება მათი აზრით ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს მოხდეს. ისინი პროპაგანდისტულად იყენებენ ამ საკითხს და სპეციალურად წევენ ტემპერატურას, რომ იცით რა, აი მედვედევმა განაცხადა ბოლოს, თუ არ ვცდები, რომ რუსეთის კონვენციურ ომში დამარცხება ნიშნავს იმას, რომ ბირთვული ომი იქნება.
მას იმის მომდოდა რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამარცხებთ რუსეთს ან ერთად დავმარცხდებით ყველა ან რუსეთი გაიმარჯვებს. რა იქნება ძირითადი გზავნილი თქვენი გრასის მხრიდან მოქალაქეების მიმართ და იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არ ვიცი რა მიზნით, მაგრამ ჩართულები არიან საკუთარი ქვეყნის არასწორი მიმართულებით მოვლენების განვითარებისთვის. ხო, ჩემი მოწოდება იქნება რომ ვიყოთ მეტად კრიტიკულები, ნუენდობით ინფორმაციას, რომელიც არის ყვირალა და ერთი შეხედვით დაუჯერებელი, გადავამოწმოთ და ულტიმატიურად უკრაინას, იმიტომ რომ რუსეთი არის მტერი და უკრაინა არის მოკავშირე და სხვაგვარად ამ საკითხის წარმოჩენა ვფიქრობ რომ ყველა ასპექტით არის გაუმართლებელი. დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო ნიკა მამულაძე, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წარმომადგენელი. შეგახსენებთ რომ ეს გადაცემა მზადდება ამ ორგანიზაციასთან ერთად ნეოტივის ჩართულობით და ჩვენი მიზანია რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, თუ კი თქვენ გაეჭვებთ რამე საკითხი, რაც განსაკუთრებით ახლა ბოლო წლებში ონლაინ სივრცეში საკმაოდ ესე მასიურად ვრცელდება რუსეთის პროპაგანდისტების მხრიდან, აუცილებლად გადაამოწმეთ ან დაუკავშირდით თქვენთვის სასურველ იმ ორგანიზაციას, რომლებიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს და იყავით კრიტიკულები. ნიკას მოწოდებაც ეს იყო. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე საინტერესო თემით დავბრუნდებით ისევ ამ გადაცემით სტუდიაში.